მე ბევრჯერ მინახია, როგორ არასწორად ასწავლიან სპორტ დარბაზებში ჩაჯდომებს, განსაკუთრებით ქალებს. არა მარტო ჩაჯდომებს. კონტექსტი სულ ერთია, რა მოძრაობას შენ გააკეთებ. ოღონდ უნდა გააკეთო შეასრულო ვარჯიში ტექნიკურად სწორად. ამიტომ ქალებო გოგოებო მოგეშინიათ იხმარეთ შტანგა, განტელები, თუ გინდათ შედეგი. მარტო მხოლოდ ტრენაჟერები არ არის საკმარისი. და კიდევ ერთი, ყველას უნდა სავარჯიშო დღიური გქონდეს. თუ რამე გაქვთ კითხვები ან რომელიმე თემა გაწუხებს, გამეწერეთ და ჩვენ ერთად განვიხილავთ. მეგობრებო, დღეს ვიწყებთ ფეხებით. ორგანიზმი მალე ბერდება, როდესაც ფეხები სუსტდება. ამიტომ ჩვენ უნდა ვავარჯიშოთ ფეხები. განსაკუთრებით 50-60-70 წლის ასაკში. როცა ჩვენ ვარჯიშობთ, სისხლის ცირკულაცია იზრდება და ორგანიზმი კარგად მარაგდება ჟანგბადით და გლუკოზით. ამავე დროს მალე ხდება გამოდიოდება დაშლის პროდუქტების და ორგანიზმი მალე იწმინდება. ჩვენ ამ თემაზე კიდევ გვექნება ლაპარაკი, ცალკე ჩავიწერთ ვიდეოს. ჩაჯდომის დროს მუშაობს კვადრიცეპსი, მომზედველი და ნაზი კუნთი. ჩვენ ვიწყებთ ახლა ფეხების ვარჯიშის ჩვენება. როგორც სწორად უნდა შეასრულოთ ვარჯიში. პირველი ჩაჯდომები. აი ეს არის სწორი. ზოგი ესე იგი ნახე, რომ არასწორად აკეთებ ჩაჯდომებს. გააკეთებ აი ეს ვარჯიში. ეს არ არის სწორი. მეორე ვარჯიში. ვარჯიშზე. ამ შემთხვევაში მუშაობს ნაზი კუნთი. არ არის საჭირო გაშალე ზოგი აი ასე აკეთებს. კიდევ. ჩაჯექი. არ არის საჭირო ამის განმარტება. იქ პირველ ვარიანტში უფრო კარგად მუშაობს ნაზი კუნთი. კვადრიცეპსი, სმიტზე გაგეთებ ვარჯიში კვადრიცეპზე. ამ დროს დატვირთვა არ არის უკვე ხერხემალზე და უფრო ადვილად კეთდება ვარჯიში. ეხლა როგორ უნდა შეასრულოთ ვარჯიში ამ ტრენაჟერზე, სმიტზე. სმიტი არსებობს ორნაირი. ერთი ვერტიკალური და მეორე დახრილი. ამ შემთხვევაში არის დახრილი. და რა განსხვავებაა მასში? ვერტიკალურში თუ შტანგაზე არის 100 კილო, ვერტიკალურად დადის 100 კილო, აქაც დადის. როცა არის დახრილი, წონა ნაკლდება. რატომ ხდება ეს? აქ უკვე მუშაობს ფიზიკის და გრავიტაციის კანონი. სწორი წონა ითვლება, როცა ვარდება ვერტიკალურად. ცუდ დახრილი უფრო ნაკლდება. ეხლა როგორ უნდა დავავაგოთ ტერტები, როგორც ნახატია. გუსლი უნდა მოხდეს ზუსტად ამ ხაზზე. ეს ხაზი აჩვენებს სადაც არის მრგვალი არმატურის ძირები. იქ უნდა დავაგოთ გუსლები.
მოჩა, მე უკვე არ შეიძლება აქეთ-იქით ფეხების მოძრაობა. მე ცხეული დადით დავარგეთ ღერძის ქვეშ ტრაპეციაზე, მოატრიალეთ დევნებით ღერძი და გავაკეთეთ ჩაჯდომები. მოძრაობის დროს უკვე არ შეიძლება სხეულის მოძრაობა, იმიტომ ტრავმას მიიღებთ ხერხემალზე. დაამთავრეთ ვარჯიში. კვლავ მოატრიალეთ დევნებით ღერძი, დადებით ადგილზე, უკვე იქნება გამაგრებული შტანგა და ამის მერე თქვენ შეგიძლიათ იმოძრაოთ და გამოხიბოთ. ისტორია ამ ტრენაჟორის. 40 წლებში კალიფორნიაში ცხოვრობდა ცნობილი კულტურისტი ჯეკ ლაიენი. ჯეკ ლაიენის იდეა იყო ასეთი ტრენაჟის შექმნა და რუდი სმითმა მისი ესე იგი იდეა აითვისა და ანერგა წარმოებაში. და ესე მიიღო ეს ტრენაჟი მიიღო სახელი სმითის სახელი. შემდეგი ვარჯიში ბარძაკზე ბენჩ პრესი ვარჯაკით. ანუ კვადრიცეპსით. აქაც არის დახრილი, აქაც ესე იგი მუშაობს ფიზიკის კანონი, ნაკლებად წონა. მოძრაობა უნდა გააკეთოთ ასენაირად. ბენჩი არ უნდა აწიოთ, იმიტომ ხერხემალში ტრავმას მიიღებთ. ტერპები შეგიძლიათ აყენოთ განიერად, ვიწროთ, როგორც რა მიზანი გაქვთ. თუ ძალიან ზემოთ აწევთ ტერპებს, აი აქ. მაშინ უფრო დატვირთვა მოხდება ქვედა ბარძაკის ქვედა ნაწილზე. შემდეგი ვარჯიში გაკი. ადრე რუსეთში იყო ასეთი სპორტსმენი მოჭიდავე გაკი შმიდი. და იმან მოიგონა ეს ვარჯიში კვადრიცეპსი. როგორ უნდა შეასრულოთ ეს ვარჯიში? იგივე ტემპები შეგიძლიათ დავტოვოთ ცოტა ზემოთ, აი აქ, მაშინ იმუშავებს უფრო ქვედა ნაწილი, ცოტა ქვემოთ შეგიძლიათ, მოკლედ თქვენი სურვილის მიხედვით რა ნაწილი უნდა განვითაროთ, მაგრამ იცოდეთ, მაინც მუშაობ გაკის დროს მუშაობს ბარძაკის ესე კვადრიცეპსის ქვედა ნაწილი. და მოძრაობა უნდა შეასრულოთ დანაბრად. დაიმორჩილოთ ღერძს, როგორც ყველა ტრენაჟორის ვარჯიშის დროს. შემდეგი ვერტიკალური ტრენაჟორი, ბენჩ პრესი ფეხებით. აქაც არ შეიძლება აწვევ ბენჩის, მუშაობ მარტო ბარძაკით. აქაც პლატფორმაზე შეგიძლიათ დადოთ ტემპები, როგორც რა მიზანი გაქვთ თქვენ. მაგრამ აქ უკვე წონა, როცა ქვემოთ ჩავდის, არ იცლება. თუ 100 კილო, ზემოთ ქვემოთ არის 100 კილო. და ეს ვერტიკალური ტრენაჟორი. წონა ვარდება ვერტიკალურად. სხვადასხვა ეს კაი ვარჯიშია. ჩვენ ამას ვაკეთებდით, როცა ჩვენ ესე ტრენაჟორები არ არსებობდა ახალი და ამით ვაკეთებდით. კაი ძალას გვაძლევს ფეხებში. მე გაჩვენებ კიდევ ერთ ვარჯიშს ბარძაკზე. ეს შეგიძლიათ სახლის პირობებში გავაკეთოთ, შეასრულოთ ან სადმე მიუდინებაში, ან სასტუმროში, სადაც არ არის ტრენაჟორები, როცა არაფერი. აი ესენაირად უნდა შეგიძლიათ გავაკეთოთ. ან სახლში, თქვათ მაგიდა ისინი დევნები უნდა დავდოთ მაგიდაზე და შეგიძლიათ ერთი ფეხი გააკეთოთ ვარჯიში. აი ასე შეხედოთ. ოღონდ მარტო ბარძაკეთოთ, ტრიცეპსი მომუშავოთ. აი ასე. შეიძლება მეორე ფეხითაც. აი ასე. კვლავ ამ ფეხით. შეგიძლიათ უფრო ახლოს დავდოთ ფეხი, აი ასე. უფრო დატვირთვა მოიმატება. ასე. ეს ძალიან კაი ვარჯიშია. შემდეგი ვარჯიში კვადრიცეპსი. ჯდომში.
ლოკალური ვარჯიში. მუშაობს ნატო კვადრიცეპსი. უნდა აუცილებლად უნდა გააჩეროთ ერთი წამი მაინც, მე ნელა უნდა დავუშვათ. როარი კანა აი ასე მოაგეთებთ. მუხლები არ უნდა იმოძრაონ აქეთ-იქით. შემდეგი ვარჯიში ბარძაყის ბიცეპსი. ეს ტრენაჟორი ცალი ფეხით, ჯერ მარცხენა, მერე მარჯვენა და რიგრიგობით უნდა გააკეთოთ. აი ასე უნდა აწევოთ, მეტი არ არის საჭირო აწევა. ეს მეორე ვარიანტი ბარძაყის ბიცეპსზე, ოღონდ ტრენაჟორზე. აი აქამდე მეტი არ არის საჭირო აწევა. ასე. მეც თუ გავაკეთე, მე ვარდება უკვე წონა და არ ვარგა. კარგით. უკანა ხედი ბარძაყის. ტრენაჟორზე. ერთი ფეხით როცა კეთდება, რიგრიგობით, ან დაწოლილი ტრენაჟორზე მუშაობს ბარძაყის ბიცეპსი და ნახევარხევსურანი, მაგრამ აქცენტი უბრალოდ ბარძაყის ბიცეპსზე. კიდევ ერთ ვარჯიშს გაჩვენებ ბარძაყზე. კვადრიცეპსი, შტანგა დადევით ცოტა ზემოთ მუხლებზე, გააკეთეთ მოზნეული მოძრაობა უკან, აი ასე, გასწორდით, ბოლომდე არა. კიდევ ქვემოთ, კიდევ თუ გინდათ საშუალო შუა ნაწილი მუშაობს კვადრიცეპსზე, აცეთ ცოტა გრიფი და გააკეთეთ იგივე მოძრაობა. ვარჯიში კვადრიცეპსზე და ამ დროსაც დუნდულის კარგად მუშაობს. ეს არის რომაული სკარბი, ჯაჟდომები. ჩავუჯდებით, ასე. მოდენა. ადრეხართ. ჯაჟდომები. ასე. ადრეხართ. შეგიძლია უფრო ღრმად ადიხართ. ეს კაი ვარჯიში კვადრიცეპსზე და დუნდულის.